Kuvveitში მცხოვრებმა არაბებმა კი აქცია მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით გამართეს. დემონსტრანტები ემირატებიდან ისეთივე საცხოვრებელ პირობებს ითხოვენ, რითაც ქუვეითელები სარგებლობენ. მოქალაქეობა, უფასო განათლება, ჯანდაცვა და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მოთხოვნებით შეკრებილებს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. Kuveitis აღმოსავლეთ ნაწილში მოქალაქეობის არ მქონე ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა და თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვა. აქცია ანალოგიური მოთხოვნით ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც გაემართა, თუმცა ის დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციასთან შეტაკების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. Kuveitisში მრავალი წლის განმავლობაში მცხოვრებმა არაბებმა, რომელიც ბედუინების სახელით არიან ცნობილები, მოქალაქეობის მიღება, უფასო განათლება, ჯანდაცვა და სამუშაო ადგილების შექმნა მოითხოვეს, რაც Kuveitis მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია. აქციის მონაწილეები ლოზუნგებით ჩვენც ქუვეითელები ვართ და ქუვეითი ყველასათვის სკანდირებდნენ. ისინი ქვეყნის ჰიმნს მღეროდნენ. დემონსტრანტების უმრავლესობა ემირატებში დაიბადა, თუმცა მათ მთელი ცხოვრება ქუვეითში გაატარეს. მათ არანაირი დოკუმენტები არ გააჩნიათ. სპარსეთის ყურეში მდებარე პატარა ქვეყანაში მოქალაქეობის გაცემის პროცესი მკაცრი კანონით კონტროლდება. ქუვეითის მოქალაქეებს მთელი რიგი სოციალური შეღავათები უწესდებათ. Მოვითხოვთ ისეთივე უფლებების მინიჭებას, რაც სხვებს აქვთ. ქუვეითის მოსახლეობა ყველანაირად გვბლოკავს. გვეუბნებიან, რომ ჩვენ ემირატების მოქალაქეები ვართ. ემირატების საელჩოდან ოფიციალური წერილი მივიღე, სადაც წერია, რომ მე მათი მოქალაქე არ ვარ. მიუხედავად ამისა, აქ ეს წერილი არ აღიარეს. სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, პოლიციამ აქციის 50 მონაწილე დააკავა.